ეკლესიას ვინც უარყოფს, სულ რომ ფრთები ქონდეს და ანათებდეს, ეშმაკის სახურია და ეკლესიის წიაღში რომიც იყოს და ეკლესიის მთლიანობას არ ყევდეს, სულ რომ მკვდრებს აცოცხლებდეს, არ გაეკაროთ ასეთ ადამიანს. ეკლესიას ვინც განეშორება, ის განეშორება ქრისტეს. ეკლესიისადმი დამოკიდებულებით განისაზღვრება ქრისტესადმი დამოკიდებულება. გაიხსენეთ, როცა პავლე მოციქული მიდის ქრისტიანების დასარბევად. პავლე მოციქულს რო ეცხადება, სინათლე ეცხადება, რომელიც ლაპარაკობს. პავლე მოციქულის შეწუნებული დაბლა დაეცემა და ვინ ახარ ეუნება პავლე მოციქული და მე ვარ იესო, რომელსაც შენ ზდევნი. პავლე მოციქულს სიცოცხლეში იესო ქრისტე არასოდეს უნახავს. როგორ დევნიდა, როცა არასოდეს უნახავს. მაგრამ პავლე მოციქული ვის დევნიდა? პავლე მოციქული ეკლესიას დევნიდა, აწიოკებდა, საპყრობილეში ყრიდა, გესმით? სტეფანე პირველ მოწამეს მკვლელობის თანამონაწილეა. ეკლესიის მდევნელია პავლე მოციქული და მას უფალი უწოდებს, უფალი ეუბნება, რატომ დევნი მე? ეკლესიის დევნა, ეკლესიის შეურაცხყოფა, ეს არის უფლის დევნა და უფლის შეურაცხყოფა.